მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ნანუტა და ეს არის ჩემი YouTube არხი და თუ თქვენ ჯერ არ გაქვთ გამოწერილი ჩემი არხი, ჩემი ძალიან დიდი თხოვნა იქნება, რომ აუცილებლად გამოიწეროთ, მოიწონოთ ჩემი ვიდეოები და მიწეროთ კომენტარები. მე ყოველთვის ვკითხულობ თქვენს კომენტარებს და ძალიან მიხარია, რომ თქვენ გამხებულობ აი ამდენ სითბოს და ძალიან ბევრ კარგ ემოციას. რაც შეეხება დღევანდელ დღეს არის მეგობრებო პარასკევი და მე დავბრუნდი დაპირებული ვიდეოთი. როგორც უკვე იცით, ყოველ ორ შაბათს, 4 შაბათს და პარასკევს მე ვდებ ახალ ვიდეოებს საქართველოს დროით 19 საათზე და აი დღეს მე დავბრუნდი. დღეს იქნება ვიდეო კულინარიაზე. დღეს მე გავაკეთებ იმბირის, ანუ ჯანჯაფილის პეჩენიებს სააღდგომოდ. გეტყვით რომ ახალ წელს მე გავაკეთე ჯანჯაფილის პეჩენიები, მაგრამ იმდენად ცუდი გამოვიდა რომ ვერც ვჭამეთ და გადავყარეთ, მაგრამ ამ ჯერზე სააღდგომოდ რომლებიც გავაკეთე, ძალიან კარგი გამოვიდა. გავაკეთე სხვა რეცეპტით, გამოვიდა შედარებით რბილი და ძალიან კარგი. როგორც კი გავაკეთე, საღამოს ჩემები რო დაბრუნდნენ, ნახევარი უკვე შეჭამეს და ნახევარი გავაფორმე, როგორც მოვახერხე ისე გავაფორმე, შეძლებს დაგვარად, იმიტომ რომ ხატვაში ვარ 0, არ შემიძლია, ჩემი არ არის ხატვა და ვერასდროს ვერაფერს ვერ ვხატავ, მოკლედ ესე რო ვთქვა და რაც გამოვიდა, ის გამოვიდა, პრინციპში არ წუწუნებ, მე პირადად მომწონს, იმედია თქვენც მოგეწონებათ და ასევე აღწერილობაში დავდებ ჩემი Instagram-ის ლინკს, ასევე დავდებ ჩემს Facebook-ის გვერდს და აუცილებლად დამიმატეთ, მე ძალიან მიხარია, როდესაც თქვენ მიმატებთ ხოლმე Instagram-ზე ან Facebook-ზე. და მინდა რაღაც ესეთი გავაკეთო, ჩემი გამომწერები მართავენ ჩემს დღეს. ანუ ესეთი რაღაცა მინდა გავაკეთო და როდესაც იქნებით Instagram-ზე, მე თქვენ დაგისვავთ კითხვებს და თქვენ გადაწყვიტავთ თუ რა უნდა გავაკეთო. მოკლედ, იმედია ესეთი სახალისო ვიდეო გამოვა ესეც და აუცილებლად დამიმატეთ Instagram-ზე. და მოკლედ მეგობრებო, დავიწყოთ და რა თქმა უნდა აღწერილობაში დაგიტოვებთ რეცეპტს. პირველი მეგობრებო, რასაც ვაკეთებთ, ქვილი 200 გრამი და აქ მაქვს ესე იგი 1 კოვზი იმბირი, 1 კოვზი დარიჩინი, მაქვს 1 კოვზი მუსკატის კაკალი და მაქვს 1 კოვზი კარდამონი, არ ვიცი ზუსტად ქართულად როგორ ქვია კარდამონს, მაგრამ მაქვს 1 კოვზი კარდამონი, უბრალოდ უფრო ცოტა არის, იმიტომ რომ რაც მქონდა დარჩენილი ახალი წლის მერე, მოკლედ აი ის გამოვიყენე. ქვილს დავუმატებ აი ამ ჩემს ახლა ყველაფერს ესე ერთად და კარგად გადავურევ. გადმოვიღებ კარაქს 100 გრამს კარაქს დავამატებ 100 გრამს შაქარს და მეგობრებო, აქვე დავუმატებ აი ესეთ 1 კოვს თაფლს, ჩემი თაფლი რაღაც. მოკლედ ახლა უკვე გადმოვიღებ ჩემს მიქსერს და ამ ყველაფერს მიქსერით კარგად ავურევ და შემდეგ უკვე ქვილთან ერთად შევაძელ ამ ყველაფერს. აი ესე უკვე გავამზადე, ესე იგი 100 გრამი კარაქი, 100 გრამი შაქარი და 1 ცალი კვერცხი დავამატებ. ახლა მე ამ ყველაფერს გადავიტან.
ძალიან ესე ფრთხილად, ნაზად მოვურევ და შევეცდები, რომ ერთი მთლიანი მასა გამოვიდეს. ალექსანდრა მულტფილმებს უყურებს და თან ყდება სიმღერაში. ჩვენი პეჩენიები უკვე გამოჭრილია. ახლა გავუშვებ ხუმელში 6-დან 8 წუთი დასჭირდება ალბათ წვას, 180 გრადუსზე დავაყენებ მე. და მოკლედ ვნახოთ როგორი გამოვა. ძალიან მინდა ზუსტად ისეთივე გამოვიდეს, როგორც ჩანაფიქრში მაქვს, მინდა რომ იყოს ბრტყელები, იმიტომ რომ ახლა უკვე გავაკეთებ გლაზურს და მე უკვე გადავალთ გაფორმებაზე და იმედია ძალიან ლამაზი პეჩენიები გამოგვივა. გლაზური თუ მინანქარი, მოკლედ როგორც ქვია, ალბათ მიხვდებით და გამიგებთ. მოკლედ ჩვენ ახლა დაგვჭირდება 1 ცალი კვერცხის ცილა და 120 გრამი შაქრის პუდრა. მოკლედ მე ახლა დავიწყებ ნელ-ნელა და ასევე დაგვჭირდება 1 კოზი ლიმნის წვენი.
აი ასე გამოიყურება ჩვენი უკვე მზა იმბირის პეჩენიებია თუ პრიანიკები, მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს, როგორც ქვია, გამოიყურება აი ასე. ახლა უკვე ვარ გაფორმების პროცესში. გავამზადე ესეთი საღებავები, რომლითაც ახლა უკვე გავაფორმებ და შემდეგ უკვე გაშრება. სიმართლე გითხრათ, პეჩენიები გამოვაცხე გუშინ, ცოტა უკვე შევჭამეთ და რაც დარჩა, მოკლედ იმეებს გაჩვენებთ ვარსკვლავი, კურდღელი, კვერცხი. მეგობრებო, მე კი ამ ვიდეოთი გემშვიდობებით, იმედია თქვენ მოგეწონათ ჩემი დღევანდელი ვიდეო. აუცილებლად ქვევით კომენტარებში დამიწერეთ, როგორ მოგეწონათ ჩემი გაფორმებული პეჩენიები. მე პირადად ჩემი თავით კმაყოფილი ვარ და არ ვიცი ეს კარგი თვისებაა თუ ცუდი თვისებაა ჩემში, მაგრამ რასაც ვაკეთებ, იმით კმაყოფილი ვარ. როგორიც არ უნდა გამოვიდეს, კარგი გამოვა ეს თუ ცუდი გამოვა, მე ვცადე, მე გავაკეთე, მე ვიშრომე და მე მომწონს. პრინციპში ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. თქვენ კი არ დაგავიწყდეთ, რომ აუცილებლად გამოიწეროთ ჩემი არხი, რათა არ გამოგხდეთ ჩვენი ესეთი ახალ-ახალი და საინტერესო და ვფიქრობ, რომ სახალისო ვიდეოებიც. კი კოცნით ყველა ძალიან ბევრს, აი ამდენს კოცნით ყველა ძალიან ბევრს და პაკა-პაკა.